ეს არის ყირიმი. ეს სურათი აჩვენებს თუ როგორ გამოიყურებოდა ნახევარკუნძული კოსმოსიდან 2021 წელს ყველაფერი განათებული იყო, თბილი და დაკავშირებული. ეს იყო ყველაზე ძვირფასი ტერიტორია, რაც ოდესმე დაუკავებია ვლადიმერ პუტინს. და ახლა შეხედეთ ამ მეორე სურათს. ეს არის ყირიმი დღეს 2026 წელს. მთელი ქალაქები ჩაბნელებულია. რეგიონებს არ აქვთ ელექტროენერგია და წყალი. ეს იმიტომ, რომ ყირიმში შემავალი სახმელეთო გზები გადაკეტილია. ზღვის გზები განადგურებულია, ხოლო კერჩის ხიდი ძლივს ფუნქციონირებს. ნახევარკუნძული, რომელიც ვლადიმერ პუტინმა 12 წლის წინ მიიერთა თავისი პოლიტიკური კარიერის გადასარჩენად, ახლა ფიზიკურად და თვალსაჩინოდ ეშვება სიბნელეში მთელი მსოფლიოს თვალწინ. წინამძღოლში მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ რუსეთი თეთრ სახლს დახმარებას სთხოვს. იმისთვის, რომ გავიგოთ, რატო არიან რუსები ასე სასუწარკვეთილები, ჯერ უნდა გავიგოთ, როგორ მოახერხა უკრაინამ ყირიმის ჩაბნელება. რატომ იხდიან რუსი მოქალაქეები ყირიმში ახლა ყველაზე მაღალ ბენზინის ფასებს, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა დედამიწაზე და რა თქმა უნდა, როგორ აისახება ეს რუსეთის საკვების მიწოდებაზე. რუსეთს შეიძლება მართლაც აღარ დარჩეს საჭმელი და ეს არის ის, რასაც პუტინი ვერ დაუშვებს. მაგრამ ჯერ დავეწყოთ იმით, რაც ამ ნახევარკუნძულზე ადამიანებს ემართებათ. იმიტომ რომ სანამ სტრატეგიულ სურათზე, დიდ სურათზე, ყველა იმ მონაცემზე, რუკებსა და გეოპოლიტიკურ შედეგებზე გადავიდოდეთ, რაც ხდება, უნდა გავიგოთ, რას განიცდიან ჩვეულებრივი ყირიმელები ამჟამად. შეხედეთ შემდეგ კადრს. ამ კადრის ემოციური შინაარსი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის, რასაც ის ამბობს. იცი ჯანდაბა, პარასკევის საღამოა. პარასკევის საღამო. სახლში უნდა მოვიდე და ბედნიერი ვიყო. სახლში ბედნიერი უნდა მოვიდე იმის გამო, რომ მუშაობ. საიდან? საიდან მოიპოვა ენერგია? თუ მიხდი სულელო, იცხოვრე. სულელი დაბნეულია. არც ისე პატარა დანაკარგია. იმ სულელის გამო Wildberries-ის საკომისიო გაიზარდა. ფასები იზრდება, ფხისიერი დანაკარგი სულელო, მოგებაშიც სულელო, იმდენად რომ შენ, სულელო, ვერაფერს გააკეთებ. არა მხოლოდ შენთვის, სულელო. შენ ვერ შეძლებ სულელო. ვერაფერს გააკეთებ. და სულელო. შენ საერთოდ ვერაფერს გააკეთებ. ეს ცხოვრება საერთოდ არ არის შენზე დამოკიდებული. ჯანდაბა. სავში მოდიხარ და ფიქრობ, ჯანდაბა, როგორ უნდა გადარჩე ამ სამყაროში, არანორმალური. მეშინია, არანორმალურო. დედაჩემსაც კი ვეუბნები, ალბათ მეძავი გავხდები მეთქი. არ ვიცი. მეუბნება, მეძავადაც კი არ აგიყვანენო. შენ ხარ ბებერი არანორმალური, ნახევარს აქვს. ფიქრობ. I think, well, freak. ხო, რა, არანორმალურო. რა კოშმარია. ჯანდაბა. ეს ადამიანურია. ეს რუსი ქალია, რომელსაც სრული ნერვული აშლილობა აქვს იმ სიტუაციის გამო, რაშიც უწევს ცხოვრება. იმ რაღაცების გამო, რასაც ვერ აკონტროლებს. როცა ვიწყებთ მონაცემების ნახვას ნახევარკუნძულიდან, ძნელია დაიჯერო, რომ ბენზინის ფასები ახლა რეკორდულ მაქსიმუმს აღწევს. ყველაზე მაღალია მსოფლიოში. მაგრამ სანამ მონაცემებზე გადავიდოდეთ, ნება მომეცით ზუსტად გაჩვენოთ, რასთანაც რუსებს აფსებს აქვს საქმე. განსაკუთრებით რუსებს ყირიმში ბოლო 1 კვირის განმავლობაში. აი ეს რეპორტაჟი. აი საჯარო მიმართვა, რომელიც ყირიმში მცხოვრებმა ერთმა ადამიანმა გაავრცელა. ვთხოვთ ახსნათ, რატომ არ არის მიმდინარე საგანგებო მდგომარეობაში მოსახლეობისთვის გენერატორებითა და საწვავით დახმარება. ჰალს ახსოვს ელექტროენერგიის გათიშვები, დაგეგმილი შეწყვეტები და დახმარება, რომელიც მატერიკიდან მოდიოდა. დღეს ბევრს სრული უიმედობის გრძნობა აქვს. ეს ძირითადად იმას ნიშნავს, რომ ყირიმი ახლა ისეთ სირთულეებს გადის, როგორიც წარსულში არ ქონია. ადრე დახმარება მატერიკიდან მოდიოდა, ახლა კი უკრაინული სანქციების, შორი მოქმედების სანქციების, ანუ დრონების იერიშების გამამო უბრალოდ ვერ ეხმარებიან. პუტინი ვერ ეხმარება ხალხს ყირიმში, მაგრამ გავაგრძელოთ. პატარა ბიზნესები ერთის შემდეგ მეორე იხურება. მაღაზიები, ყავის სახლები, სალონები, საცხობები და სხვა ბიზნესები დიდ ზარალს განიცდიან. ბევრმა ადამიანმა უკვე დაკარგა სამსახური. ამასობაში გადასახადები, ქირა, ხელფასები, კომუნალური გადასახადები არ გაუუქმებიათ. ხალხი შემოსავალს კარგავს, მაგრამ მათი ვალდებულებები რჩება. ათასობით ოჯახმა საკვები დაკარგა, ვერ ამზადებენ ნორმალურად, ვერ ტენიან ტელეფონებს და ვერ უზრუნველყოფენ შვილებს ელემენტარული საჭიროებებით. ძაფრდება დაძაბულობა და ხალხი გაბრაზებულია. უკვე ჩნდება ქურდობის შესახებ ცნობები. ეს აღარ არის მხოლოდ საყოფაცხოვრებო დისკომფორტი, ეს უკვე სერიოზული სოციალური პრობლემაა. სოციალურ პრობლემებზე საუბრისას რუსეთში, თავად რუსეთის ტერიტორიაზე, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეს შეიძლება რევოლუციამდე მივიდეს. ამაზე წინა ვიდეოებშიც ვისაუბრეთ, მაგრამ ეხლა უფრო და უფრო მეტი პროპაგანდისტი ამბობს იმავეს. და ამასაც ახლავე განვიხილოთ. მაგრამ ასევე მინდა გაჩვენოთ მეორე რეპორტაჟი ყირიმიდან, სადაც საუბარია იმაზე, რომ ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ბევრ ადამიანს ბოლო 7 დღის განმავლობაში არც ელექტროენერგია ქონია და არც წყალი. ეხლა ჩვეულებრივ ესეთ სიტუაციაში ისინი გენერატორებით გადარჩებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ეხლა გენერატორების გამოყენებაც კი არ შეუძლიათ. გამოიცანით რატო? გენერატორის გამოსაყენებლად საწვავი გჭირდებათ და საწვავის ფასები ყირიმში. გენერატორისთვის საწვავის გამოყენება თუ გინდათ, ხელფეხის გაყიდვა მოგიწევთ. ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ საწვავს საერთოდ იპოვით.
როგორც იცით, რუსეთში ყველგან მწვავე დეფიციტია, მაგრამ განსაკუთრებით ყირიმში, სადაც ხალხი დღეებს, ზოგჯერ მთელ კვირას ელოდება, რომ ბენზინ-გასამართ სადგურზე რიგში წინ მოხდეს და მანქანა გაავსოს. რა ხდება მაშინ, როცა რიგში წინ მიდიხარ და ბენზინი აღარ არის? აი მაშინ იწყება ნერვიულობა და დაძაბულობა. ნახეთ ეს ვიდეო, სადაც ხალხი პირდაპირ ბენზინისთვის ჩხუბობს. ეს არის მდგომარეობა, რა თქვათ რუსეთში, ბენზინ-გასამართ სადგურებზე. აი შენ რას მაჩუკებ შენ აბიჯვარე? როგორ დავეხმარ? და რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ყირიმში არ ხდება. ჩვენ ვიღებთ უამრავ ვიდეო მასალას მთელი რუსეთის მასშტაბით, კრასნოდარიდან, როსტოვ-დონიდან, თუნდაც მოსკოვიდან, სადაც ადამიანები იბრძვიან. არის დიზელის დეფიციტი და ბენზინის დეფიციტი. ეხლა მოდით ვისაუბროთ ყირიმში ფასებზე, რადგან ძმაო, ძნელად დაიჯერებთ. ეს ის თემაა, რომელიც ჩემს ბოლო ვიდეოში ვახსენე და კომენტარებიც იყო. ჰეი, ინტერნეტში ვხედავ, რომ რუსეთში ფასები გალონზე რამდენიმე დოლარია. საიდან იღებთ ამ $15 ციფრებს რუსეთიდან? აბა გამოიცანით. ამჯერად ჩვენ რეალურად გვაქვს სურათები და ვიდეოები რუსული ბენზინ-გასამართი სადგურებიდან, სადაც ფასები რუბლებშია ნაჩვენები, რა თქმა უნდა. და შემდეგ, რა თქმა უნდა, აგიხსნით თარგმნას ან კონვერტაციას, თუ რამდენია ეს აშშ დოლარებში გალონზე. ასე რომ შეხედეთ ამას. აქ ჩვენ გვყავს კრიმელი, რომელსაც გაუმართლა და ბენზინი იპოვა ბენზინ-გასამართ სადგურზე. ეხლა უყურეთ, როგორ კითხულობს ფასს. წერია 330 რუბლი litrზე, რაც დაახლოებით $16 გალონზე. ეს 5 ჯერ მეტია, ვიდრე ამერიკელები იხდიან აქ, შეერთებულ შტატებში. ეს ალბათ 3-დან 4 ჯერ მეტია, ვიდრე ევროპელები იხდიან ევროპაში. და კიდევ ერთხელ, ეს არ არის ერთეული შემთხვევა. უბრალოდ ერთი სურათია, რომელსაც ვცდილობ გადაჭარბებულ მნიშვნელობას მივანიჭო. აი კიდევ ერთი სადგური, ალბათ იგივე დღეა ან იგივე კვირა, აქ გალონი $17 ღირს. ეს დაახლოებით 400%-იანი ფასის ზრდაა, მხოლოდ მაისთან შედარებით, 6 კვირის წინ. აი რამდენად მწვავე გახდა რუსული დეფიციტი, ფასები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მემ აქციები. შემდეგ კიდევ ერთი მაგალითია, ბენზინ-გასამართი სადგური, სადაც გალონი $19 ღირს. ეხლა ყურადღებით უყურეთ შემდეგ კადრს. როცა ამ კრიმელი კაცს ბენზინის ფასეუბნებიან, ის ფაქტობრივად ამბობს, რომ უკეთესია უბრალოდ არაყი იყიდოს. მოусმინეთ. არა. ჯანდაბას არა. ეს 380 რუბლია. ეს რაღაცა სისულელეა. უბრალოდ ინტერესით შევიარე იმ ბენზინ-გასამართ სადგურზე მირნიში და ავავსე. მქონდა 2700 რუბლი და თითქმის 7 ლიტრის საწვავი ჩავასხი ავსში. 380 რუბლი ბიჭებო. ეს ხუმრობა არ არის. მართლა გადავიხადე ეს თანხა. სხვათა შორის ყოლოდ ნარდი ფული მიიღება, ბარათები იქ არ მუშაობს. არ ვიცი, არალეგალურად მუშაობენ თუ სხვა რაღაც სისულელეა. ერთი მხრივ კარგია, რომ საერთოდ შევძელი ბენზინის ჩასხმა. მეორე მხრივ ბიჭებო, 380 რუბლი. ბენზინის 1 ლიტრი უფრო ძვირია, ვიდრე ძის რძის 1 ლიტრი. ის უფრო ძვირია, ვიდრე არაყი. ასე რომ ძირითადად მაშინ ალკოჰოლითაც შეგიძლია იარო. დაუსაჯერებელია. язык получается. С ума сойти. სინამდვილეში ამ ანგარიშის მიხედვით, ყირიმელები მსოფლიოში ყველაზე მაღალ ფასს იხდიან ბენზინში. აი რამდენად ძიმეა სიტუაცია. ზოგიერთ ბენზინ-გასამართ სადგურზე ფასები გალონზე $22-საც კი აღწევს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძვირია. მაგრამ თუ ამას სხვა კუთხით შევხედავთ, მდგომარეობა რიცხვებზე მეტადაც კი მძიმეა. მოდით დავფიქრდეთ, რამდენს გამოიმუშავებს საშუალო ყირიმელი, რადგან ეს ნამდვილად გვიჩვენებს, რამდენად ძვირია მათთვის ეს ბენზინის ფასები. რადგან $22 გალონზე კარგი, ჩვენ ამას ვიგებთ, რადგან ჩვენგან უმეტესობა, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, დოლარს იყენებს. მაგრამ ყირიმელები დოლარს არ იყენებენ. ისინი რუბლებში იღებენ ხელფასს. და ამას გარდა, უნდა გავითვალისწინოთ, რამდენს გამოიმუშავებენ ისინი. საშუალო ყირიმელი თვეში დაახლოებით $600 ეკვივალენტს იღებს რუბლებში. შეერთებულ შტატებში საშუალო შემოსავალი დაახლოებით $5600. ეს ნიშნავს, რომ ყრიმელი ადამიანი, რომელიც ბენზინის გალონზე $17 იხდის, იგივეა, რაც ამერიკელი ადამიანი ბენზინის გალონზე $150 რომ იხდიდეს. ეს ნამდვილად გვიჩვენებს, რამდენად ძვირია ეს მსყიდველუნარიანობის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ბევრი რუსი ამას ხშირად იყენებს, რადგან ასე მათი ეკონომიკა უკეთესად გამოიყურება. მაგრამ როცა ესეთ სიტუაციებში იყენებ, ისინი ძალიან ბრაზდებიან. ესე რომ, ეხლა კითხვა ესეთია: როგორ მოხდა ეს სინამდვილეში? როგორ მოხდა, რომ ძველ სუპერსახელმწიფოს აქვს ბენზინის ფასები, რომლებიც რეკორდს ამყარებს? მოდი ამ რუკას გადავხედოთ. აქ არის რუკა, სადაც ნაჩვენებია ყველა უკრაინული დართმა რუსეთის ენერგეტიკულ და ელექტროინფრასტრუქტურაზე წელს. შეხედეთ, როგორაა ეს ყვითელი წერტილები კონცენტრირებული ყირიმის გარშემო.
2026 წლის იანვრიდან უკრაინამ დაარტყა 37 ელექტროქვესადგურს, მათ შორის ნავთობის საცავებსა და გაზის გადამამუშავებელ ობიექტებს. ეხლა ეს დათმები არც კი ითვლის ყველა ლოჯისტიკურ ობიექტს, რომელსაც უკრაინა უტევს, ყველა ტანკერს, ყველა სატვირთოს, რომლებიც საწვავს ან სხვა რამეს ეზიდებიან. და ასევე ეს არ ითვალისწინებს ქერჩის ხიდზე შემცირებულ მოძრაობას, რაც გამოწეულია უკრაინის მიერ ადრე განხორციელებული თავდასხმებით. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ყველაფერზე, რაც ხდება ყირიმში, სამოქალაქო ცხოვრებაზე და რა თქმა უნდა სამხედრო ოპერაციებზე, რომელსაც რუსეთი ატარებს და ამ ნახევარკუნძულის გავლით ამარაგებს. ეხლა, თქვენგან ზოგიერთს შეიძლება გაუჩნდეს ლოგიკური კითხვა. რატომ აკეთებს ამას უკრაინა, განსაკუთრებით ყირიმის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ? სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი. გავიხსენოთ. ეს ომი უკრაინას არ დაუწყია. და ამას გარდა უკრაინას არ დაუწყია ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები. სინამდვილეში ეს რუსეთმა გააკეთა. შეხედეთ ამ რუკას. ეს არის რუკა, სადაც ნაჩვენებია რუსეთის იერიშები უკრაინის ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურაზე. 2024 წელს რუსეთი ამას ყოველ წელს აკეთებს, რაც ეს ომი 2022 წელს დაიწყო. რუსეთი სისტემატურად ესხმის თავს უკრაინის ელექტროენერგიის ქსელებს, უკრაინის ქვესადღურებს, უკრაინის საწვავის საცავებს და მსგავს ობიექტებს. ეხლა დარწმუნებული ვარ, როცა პუტინმა ეს ომი დაიწყო, არ ეგონა, რომ უკრაინა შეძლებდა საპასუხო შესაძლებლობების შექმნას, მაგრამ რა მოხდა? ომები არაპროგნოზირებადია. და თქვენ იცით ცნობილი გამონათქვამი, ყველაზე ცუდი ნაწილი სამხიანი სპეციალური სამხედრო ოპერაციისა არის მეხუთე წელი. და ამას პუტინი რეალურ დროში სწავლობს. უკრაინას მხოლოდ საპასუხო დარტყმის შესაძლებლობა არ აქვს. ახლა ისინი უფრო ძლიერად პასუხობენ, ვიდრე რუსეთი ურთმამდა მათ. სინამდვილეში ეს თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაცხადა დაახლოებით 2 კვირის წინ, შეიძლება 17 დღის წინ. მან საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედროები აპირებენ 40 დღიან კამპანიას რუსეთის ლოგისტიკისა და სხვა შესაძლო სამიზნეების წინააღმდეგ. და ეს ძირითადად პუტინისთვის გაფრთხილებაა, რომ მოვიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და დათანხმდეს რეალისტურ მშვიდობას. პუტინს სურს სამშვიდობო შეთანხმება, სადაც უკრაინა უბრალოდ დანებდება, მაშინ როცა რეალურად რუსეთია არახელსაყრელ მდგომარეობაში. უბრალოდ ვერ მოითხოვ, რომ მეორე მხარემ დანებდეს, როცა თავად ხარ იძულებული უკან დაიხიო. უკრაინა ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს. უკრაინა რუსეთს ზურგში ურტყამს და რუსეთს ფაქტობრივად არაფერი აქვს, რითიც უკრაინულ დრონებს შეაჩერებს. სინამდვილეში ყირიმის ოპერაცია რუსეთისთვის მართლაც სასტიკი ხდება. რუსეთის მიერ ოკუპირებულმა ყირიმმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნახევარკუნძულზე ქუჩის განათება გამოირთვება მიმდინარე ენერგოკრიზისის გამო. ზაფხულის შუაგულში ახლა რუსული ქუჩები ბნელში იქნება. ასე რომ ვფიქრობ, მომავალ ვიდეოში ჩვენთვის რთული იქნება სატელიტიდან ყირიმის ამოცნობა, რადგან იქ განათება აღარ იქნება. ეხლა, თუ თქვენ რუსი მოქალაქე ხართ და ამას უყურებთ, ალბათ გაბრაზებული ხართ ამ ყველაფერზე, მაგრამ ერთი კარგი ამბავიც არის. განსხვავებით ვლადიმირ პუტინისგან, რომელიც ფუფუნებაში ცხოვრობს მოსკოვში, ან სადაც არ უნდა კონდეს თავისი სასახლეები, უკრაინული დრონებისგან დამალული ყირიმელი პოლიტიკოსები როგორც ჩანს, საკუთარ მოსახლეობასთან ერთად იტანჯებიან. შეხედეთ ამ კადრს. ეს არის ყირიმის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელი კამერაზე, რომელიც აჩვენებს, რომ მისი სახლიც იმავე გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე მუშაობს, რაზეც ნახევარკუნძულის ყველა სხვა მცხოვრები იტანჯება. როგორც ჩანს, რაღაც დადებითი მხარეც არსებობს. შეხედეთ. მანამდე უბრალოდ სწრაფად შეგახსენებთ. ის ვიდეოები, რასაც ეკრანზე ხედავთ, YouTube-ს დიდად არ მოსწონს. ამიტომ ხანდახან ჩვენი ვიდეოები იზღუდება. ასე რომ თუ შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ და დააჭირეთ ქვემოთ გამოწერის ღილაკს, თუ უკვე გამოწერილი ხართ, დააჭირეთ მოწონების ღილაკს. ეს ნამდვილად მნიშვნელოვნად მოქმედებს ალგორითმზე და იმ ადამიანების რაოდენობაზე, ვინც ამ ვიდეოს ნახავს. დიდი მადლობა. აი კლიპი. ასე რომ გვაქვს სანთელი, რადიო და ჩვენ. მეგობრებო, ეს არის ყირიმული საღამოები ყირიმში, ირიმში. უშუქოდ, უგაზოდ, გარეშე. რადიო მაიაკი, საბჭოთა. სწორად გაიგეთ. და აქ ისეთი მაგარი სიმღერებია სხვათა შორის. ჩვენ მოგწონს ისინი. ეხლა სამთუხაროდ მისთვის ყირიმში სიტუაცია ბევრად უფრო გაუარესდება. იცით, სულ ცოტა ხნის წინ უკრაინის დრონების ძალების მეთაურმა იშვიათი საჯარო ინტერვიუ მისცა. და იმ ინტერვიუში მან ზუსტად შეაჯამა თუ რა გაუკეთეს უკრაინულმა დრონებმა ყირიმს და რას აპირებენ მომავალში. მოკლედ, მან თქვა, რომ სიტუაცია არ ნელდება. ყველაფერი მხოლოდ გაუარესდება. მოусმინეთ. ეს ვიდეო ცოტა გრძელია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლოს და ბოლოს ეს ის ადამიანია, რომელიც უკრაინის დრონების პროგრამას, ანუ დრონების ძალებს ხელმძღვანელობს. ის წვეთს, რომელი ვიდეო კადრები ვნახოთ ხვალ. ის წვეთს, რომელი რუსული ინფრასტრუქტურა აფეთქდება. ასე რომ მოусმინეთ. გაზი არ არის და გეტყვით არც იქნება. თქვენი გეგმა იზოლაციაში მოაქციოთ ყირიმი აშკარად ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ ჩანს, რომ ყირიმში რუსებთან საქმე ჯერ არ დაგიმთავრებიათ. რამდენად უფრო გაუარესდება მდგომარეობა რუსებისთვის. ჩვენ ვქმნით აუტანელ პირობებს ოკუპანტებისთვის ნახევარკუნძულზე. ჩვენ ახლა ვკეტავთ მისასვლო გზებს. გასასვლელ გზებს არ ვეხებით თუ არ შეგიმჩნევიათ. დაე, ამ გზით გავიდნენ.
ეს მილიონები გადავლენ იმ ხიდზე შეჩერების გარეშე და შორს ურალებს იქით წავლენ. მშვიდად იცხოვრონ. ეს მილიონები და იმ ადგილას გაიარო. აი ამისთვის არიან აქ უკვე 10 წელზე მეტია. ეს მათი ბუმერანგია. მათი კარმა მათვე დაუბრუნდათ, ახლა კი ციმბირისკენ წავიდნენ და თავიდან დაიწყონ, თუ ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან. მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით. დაედატოვონ თავიანთი ლოგისტიკა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, მიაწოდონ საბრძოლო მასალა და გადაიტანონ სხვა სამხედრო აღჭურვილობა და რესურსები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენება სამხრეთიდან ან ყირიმიდან გვესურიან. დაეგავიდნენ, ჩვენ ვიზრუნებთ მათ ლოგისტიკაზე, ყველა სახის, რომელიც საშუალებას აძლევს. ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა ამას სახმელეთო ოპერაციის გარეშე ვაკეთებთ. ჩვენ ვქმნით სიტუაციებს, რომლებიც მათთვის დარჩენას შეუძლებელს ხდის ისე, რომ არც ერთი სიცოცხლე არ იკარგება. უკრაინელი ჯარისკაცი. უკრაინის მიმართულებით კირიმის ნახევარკუნძულიდან ჩვენ ამას ყველაფერს დისტანციურად ვაკეთებთ. რაღაცას ვიკენებთ, რასაც თავისუფლების მოყარე უკრაინულ ფრინველს ვუწოდებთ. როდესაც ვუყურებთ რუკას, სადაც ელექტროენერგია აღდგენილია, მხოლოდ ერთი პატარა ტერიტორია სახელად ქერჩი, რადგან ვიღაცამ უკვე გაატარა გრძელი სადენი. მათ გაატარეს კაბელი, მაგრამ ჩვენ ამასაც გავუმკლავდებით ნებისმიერ შემთხვევაში. გამორთულია დისტანციურად იმ საშუალებებით, რასაც ეძახიან თავისუფლების მოყარე უკრაინული ფრინველი. გეუბნები, როცა სამში უკვე დავწვით 21 საწვავის ტანკერი გზაში, 72 კიდევ დაწვავს, დამატებით 121-ს. 221 რამდენიც არ უნდა იყოს, ყველა დაიწვება. ეს მხოლოდ დროის საკითხია. Але мы с этим впораемся. ეხლა ამ კამპანიას შორს მიმავალი გავლენა ექნება. ეხლა თუ თქვენ 2022 წელს ამ ომს ადევნებდით თვალს, იცით რომ როცა საწვავის ფასები იზრდება, ამას ყოველთვის პრობლემები მოხვება, რადგან ინფლაცია იზრდება. საწვავი თითქმის ყველაფერში გამოიყენება. ასე რომ საკვების დეფიციტი იქნება მომავალში, რომლის ნიშნებსაც რუსეთი უკვე ხედავს. ფასები გაიზრდება, მარცვლეულის ექსპორტი შემცირდება. ეს უბრალოდ ისეთ გავლენებს მოახდენს, რომელზეც დარწმუნებული ვარ პუტინიც კი არ ფიქრობს. და იცით რა, ჩვენ რეალურად გვაქვს ფართომასშტაბიანი მონაცემები თავად რუსეთის მთავრობისგან. და ეს გვიჩვენებს, რომ სათვავის კრიზისი რუსეთში ისეთ დონეს აღწევს, როგორიც რუსეთს 10 წლეულები არ უნახავს. ეს არის ბლუმბერგის ანგარიში, რომელიც საუბრობს რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელი წარმოების მაჩვენებელზე და იმაზე, თუ როგორ დაეცა ის 21 წლის მინიმუმამდე. ეს ნიშნავს, რომ მდგომარეობა უფრო მძიმეა ვიდრე 2020 წელს COVID-ის კრიზისის დროს და უფრო მძიმეა ვიდრე 2008 წელს დიდი ფინანსური კრიზისის დროს. რუსეთის ეკონომიკა განიცდის იმას, რაც ძალიან დიდი ხანია არ გამოუცდია და მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება 2026 წლის განმავლობაში. შეხედეთ გრაფიკს. შეგიძლიათ ნახოთ, როგორ არის ყველა წელი ერთგვარად ერთ ჯგუფში, ერთგვარად გლუვ დიაპაზონში. და შემდეგ გვაქვს 2026 წელი მწვანე ფერში. ის უფრო სწრაფად ეცემა ვიდრე სხვა რომელიმე წელი. და მე ეჭვმეპარება, რომ უკრაინა მალე შეანელებს ამ პროცესს. ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია ვნახოთ, როგორ დაეცემა ეს ხაზი კიდევ უფრო ქვემოთ. ეხლა არსებობს მეორე მონაცემი, რომელიც ამ ყველაფერს კიდევ უფრო სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს და ეს დაკავშირებულია რუსეთის ნავთობის მოპოვებასთან. ეხლა აქ მინდა ცოტა აგიხსნათ განსხვავება ნავთობის გადამუშავებასა და ნავთობის მოპოვებას შორის. გადამუშავება ძირითადად ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ნავთობს მიწიდან ამოიღებს, აგზავნის საკუთარ გადამამუშავებელ ქარხანაში, იქ ნავთობს გადაამუშავებენ ნავთობპროდუქტებად და შემდეგ ამ პროდუქტებს აგზავნიან შიდა ბაზარზე, რათა რუსმა ხალხმა იყიდოს და ჩვეულებრივ გააგრძელოს ცხოვრება. ეხლა ნედლი ნავთობი არ არის გადამუშავებული პროდუქტი და სწორედ ამ ნავთობს ექსპორტზე რუსეთი ბევრად უფრო მეტად აგზავნის. ასე რომ ისინი ძირითადად აგზავნიან მას გადამამუშავებელ ქარხნებში, ჩინეთში, ინდოეთში, თურქეთში. შემდეგ ეს ქვეყნები ნავთობს გადაამუშავებენ და ან სხვა ქვეყნებში ყიდიან, ან შიდა მოხმარებისთვის იყენებენ. ეხლა იმის გამო, რომ რუსული გადამამუშავებელი ქარხნები უკრაინული დრონების მხრიდან ერთის შემდეგ მეორე დაბომბვას განიცდიან, რუსული წარმოება რეალურად მცირდება, რადგან რუსეთს არ შეუძლია ეს ზედმეტი მარაგი სხვა ქვეყნებში გაიტანოს, რაც შეგიძლიათ გამოიცნოთ. ალბათ იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებს არ აქვთ საკმარისი მოთხოვნა იმისთვის, რომ მიიღონ მთელი ის ნავთობი, რომელსაც რუსეთი ადრე საკუთარ გადამამუშავებელ ქარხნებში იყენებდა. და ამის გამო რუსეთის ნავთობის შემოსავალი ნამდვილად მცირდება. და ეს შემოსავალი პირდაპირ გავლენას ახდენს რუსეთის ბიუჯეტზე, რაც უკრაინას ეხმარება ფრონტის ხაზზე. ეხლა აქ ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნაა გასაკეთებელი. რუსეთის ნავთობის მოპოვება მცირდება, მაგრამ ის არ მცირდება ისეთი სისწრაფით, როგორც რუსეთის გადამამუშავებელი წარმოების მაჩვენებლები აჩვენებს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია თავისი ზედმეტი მარაგის ნაწილი სხვა ქვეყნებში ექსპორტზე გაიტანოს, მაგრამ არა მთლიანად. ვარაუდობ, რომ უკრაინული კამპანიის გაგრძელებისას ორივე ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაიკლებს. ეხლა აქ უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინამ თავისი კამპანია გააფართოვა. ისინი მხოლოდ გადამამუშავებელ ქარხნებს აღარ ესმიან თავს. ბოლო, თქვათ 5 დღის განმავლობაში მათ ასევე დაიწყეს რუსულ ტანკერებზე თავდასხმაც.
ეხლა ის მონაცემები, რაც ახლა ხამ ნახეთ, ეხება მაისის თვეს. ასე რომ ეს მონაცემები რამდენიმე თვის წინანდელია, მაგრამ ბოლო კვირაში კამპანია გაფართოვდა. ეს ნიშნავს, რომ თუ უკრაინა გააგრძელებს გაფართოებას და უფრო მეტ ტანკერსა და სხვა საშუალებებს დაუწყებს მიზანში ამოღებას, რომლითაც რუსეთი ნავთობს აგზავნის, შეგვიძლია ველოდოთ, რომ რუსები მნიშვნელოვნად შეამცირებენ ნავთობის წარმოებას, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, რომ დაამუშაონ ის ნავთობი, რომელსაც მოიპოვებენ. და ნელ-ნელა მათ უფრო გაუჭირდებათ ნავთობის გატანა, რომელსაც მოიპოვებენ, რადგან ზღვაში უკრაინული დრონები მოქმედებენ. და ეს ნიშნავს, რომ რუსეთს მოუწევს საკუთარი ნავთობის საბადოების მუშაობის შენელება. ეხლა ეს მართლაც სერიოზული საკითხია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კრემლი უკვე დიდი დეფიციტით მუშაობს ომის გამო და როგორც ჩანს, სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება. და სწორედ ამიტომ სულ ცოტა ხნის წინ კრემლის წარმომადგენელმა ისეთი რამ გააკეთა, რასაც ალბათ არ ელოდით. დმიტრი მედვედევმა ამ კვირაში საჯაროდ დაადასტურა, რომ რუსეთმა თეთრ სახლს ჩარევას თხოვსთოა. კონკრეტულად რუსეთმა შეერთებულ შტატებს სთხოვა უკრაინას უთხრას, რომ შეწყვიტოს რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურასა და გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები. ვარაუდობ, რომ ომი ზუსტად ისე არ მიმდინარეობს, როგორც მათ დაგეგმეს, რადგან ეჭვი მეპარება, რომ მათ სურდათ შეერთებულ შტატებს ჩაერია და რუსეთს დახმარებოდა. ეხლა, მხოლოდ კრემლი არ არის შეშფოთებული იმით, რაც ხდება. სინამდვილეში არსებობს ასეთი რუსული გადაცემა რაღაც მსგავსი ტელევიზიაში, სადაც ომით დაინტერესებულ რუს ხალხს აცნობებენ, როგორ მიმდინარეობს ომი. და ამ გადაცემის ბოლო ეპიზოდი იმდენად დამთრგუნველი და უარყოფითი იყო, რომ წამყვანმა, რომელიც ეკონომიკურ ექსპერტს ესაუბრებოდა, ჰკითხა: "ჰეი, გაქვთ რამე პოზიტიური სათქმელი ეკონომიკაზე?" და პასუხი ისეთი არ იყო, როგორცაც ელოდა. მოусმინეთ. შეიძლება რაიმე ოპტიმისტური. შეიძლება ბოლოსთვის რაიმე ოპტიმისტური თქვათ. ერთ დღეს ეს დასრულდება. არ ვიცი ეს ოპტიმიზმია თუ არა. გარაგანოვი ასევე მიიჩნევს, რომ ამას შეიძლება ბოლო მოეღოს. ყველაფერი საბოლოოდ გადის. ეს იყო ოპტიმისტური გზავნილი, რომელიც ეკონომიკის ექსპერტს ჰქონდა. ეხლა თუ ამაზე გაიცინეთ, აუცილებლად დააჭირეთ ქვემოთ გამოწერის ღილაკს, რადგან ჩვენ მხოლოდ ეხლა ვიწყებთ. ეს სინამდვილეში მახსენებს ერთ ამბავს, რომელსაც ჩემი მშობლები მიყვებოდნენ. არ ვიცი ეს ინდური ამბავია თუ გუჯარათული ამბავი, გუჯარათელები კი ინდოეთში ერთგვარ სუბკულტურას კვანან. ამბავი ასე იწყება: მეფემ თავის ყველაზე ბრძენ მრჩეველს სთხოვა ერთ ფურცელზე ერთი გზავნილი დაეწერა. და ამ გზავნილის წესი იყო ის, რომ ეს გზავნილი უნდა გახარებდეს მას მაშინ, როცა მოწკენილია და უნდა დაამწუხროს მაშინ, როცა ბედნიერია. რაღაც ისეთი უნივერსალური, რაც ორივე სიტუაციაში მუშაობს. მრჩეველი დიდხანს ფიქრობს და ბოლოს წერს. ესეც გაივლის. სწორედ ასე გზნობენ ახლა ზოგიერთი რუსი პროპაგანდისტი. ისინი ამას გადიან, მაგრამ ძალიან იმედოვნებენ, რომ ეს ძალიან მალე გაივლის. თუმცა სამწუხაროდ ყველა არ ეთანხმება ამგვარ განცდას. სინამდვილეში ზოგი ადამიანი ღიად საუბრობს რევოლუციაზე, უფრო კონკრეტულად კი იმაზე, რომ რევოლუცია შეიძლება რუსი ახალგაზრდებისგან წამოვიდეს, რომლებიც უკმაყოფილონი არიან იმით, თუ როგორ იმართება ეკონომიკა, როგორ იმართება ქვეყანა და განსაკუთრებით იმით, რომ ქვეყანა ამდენი მოხუცი ადამიანის ხელშია. რაც კიდევ ერთხელ შეიძლება ბევრ ადგილას იყოს კრიტიკის საგანი, მაგრამ რუსები ამას ძალიან ხმამაღლა გამოხატავენ. მოусმინეთ. ბოლო დროს ვესაუბრე რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებიც ძალიან აქტიურები არიან TikTok-ზე. მაშინვე გეტყვით, რომ თავად TikTok-ს არ ვიყენებ. უბრალოდ მართლა გძნობ, რომ მითხრეს, რომ ძალიან ძლიერად გძნობენ. თითქოს რუსეთში ყველაფერი ძალიან ცუდადაა. რომ რუსეთში ყველაფერი უბრალოდ ძალიან ცუდადაა, რომ უბრალოდ ყველაფერი ასეა. რომ ყველაფერი დასრულებულია, რომ რაღაც ხდება ხელისუფლებასთან დაკავშირებით. არის აშკარა რევოლუციური განწყობები, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს. ვკითხე მათ, საიდან მოდიოდა ეს და რა მოხდა. მათ მითხრეს, რომ პირდაპირ ბოლო ერთ-ორ თვეში TikTok-ზე ჩვენი მომხმარებლების პოსტებით აიუსო, სადაც საუბრობენ რამდენად ცუდადაა ყველაფერი. აი აქ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საერთოდ არ გჭირდებათ დასავლელი პოლიტიკური ტექნოლოგიების სახალისება, როცა ყველაფრის გაკეთება საკუთარი ხელებით შეგიძლიათ. ყველაფრის გაკეთება საკუთარი ხელებით შეიძლება. ეს ნამდვილად ქმნის განცდას ჩვეულებრივ ახალგაზრდა მომხმარებლებში TikTok-ზე, რომ ქვეყანა დასრულებულია. ახალგაზრდა ბიჭებში TikTok-ზე, ხო? რომ ყველაფერი ქვეყანაში დასრულებულია. ეხლა ვიცი, რომ თქვენგან ზოგიერთები ამას სერიოზულად არ აღიქვამთ, მაგრამ გამოიცანით, ვინ აღიქვამს ამას სერიოზულად? თავად პუტინი. შეხედეთ თქვენს ეკრანზე არსებულ ანგარიშს. რუსი პროკურორები ახლა სისხლის სამართლის პასუხისგებაში აკენებენ რუსეთის მოქალაქეებს იმისთვის, რომ ისინი Telegram-ის ვარსკვლავებს უგზავნიან უკრაინულ არხებს. ახლა აგიხსნით, რას ნიშნავს ეს. Telegram-ის ვარსკვლავები ძირითადად Telegram-ში გამოყენებული შიდა ვალუტაა, ხოლო თავად Telegram შეწყობინებების პლატფორმა. ბევრი ადამიანი იყენებს Telegram-ს იმისთვის, რომ მიიღოს ინფორმაცია ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენების შესახებ, მათ შორის მეც. მე ვადევნებ თვალს რამდენიმე ასეთ Telegram არხს, რომლებიც ორივე მხარის არმიასთან არიან დაკავშირებული. არსებობს რამდენიმე უკრაინული Telegram არხი, ასევე რა თქმა უნდა არის რამდენიმე რუსული Telegram არხიც. ვარაუდობ, რომ რუსი მოქალაქეებიც იგივეს აკეთებენ. ისინი ადევნებენ თვალს რუსულ არხებს და ასევე უკრაინულ არხებსაც. ზოგიერთმა ამ მოქალაქემ რეალურად გაგზავნა ვარსკვლავები, სადაც მათ ფული გადაიხადეს იმისთვის, რომ გარკვეულ სიახლეზე ემოცია გამოეხატათ.
და პუტინი ამ ფაქტით ძალიან კმაყოფილი არ არის. ამიტომ ამ მოქალაქეებს რუსეთის შიგნით ღალატში ადანაშაულებენ. ეხლა თქვენგან ზოგიერთ შეიძლება აინტერესებდეს, განა ტელეგრამი აკრძალული არ არის რუსეთში. ხო, როგორ ფიქრობთ? ის მართლაც აკრძალულია, მაგრამ შეგიძლიათ VPN-ით, იცით, გახსნათ ტელეგრამი. მაგრამ საქმე, რომელზეც საუბრობთ, და ასეთი რამდენიმე შემთხვევა უკვე ყოფილა, როცა რუსი პროკურორები ადამიანებს მხოლოდ იმის გამო დევნიან, რომ მათ შეტყობინებაზე რეაქცია გამოხატეს. ეს შემთხვევები ეხება იმ ფაქტებს, რომლებიც 2025 და 2024 წლებში მოხდა. ანუ ისინი ათვალიერებენ ისტორიას და შემდეგ მესენჯერის აპლიკაციაში რეაქციის გამო ადამიანებს ბრალს დებენ. და შემდეგ, რა თქმა უნდა, გვყავს კრემლის პრესპიკერი პესკოვი თავად, რომელიც ომზე თავის პოზიციას ცვლის. ეხლა ის ოფიციალურად ომს უწოდებს და აღარ მხოლოდ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. და სინამდვილეში მას ცოტა ხნის წინ კითხეს, რატომ შეცვალა ტერმინოლოგია, რომელსაც იყენებს. მისი პასუხი შეიძლება გაგაკვირვოთ, მოусმინეთ. ეს ძალიან მოკლე ჩანაწერია. ასე რომ, როცა რუსეთი ერთ მხარეს არის და კიევის რეჟიმი პლუს რამდენიმე ევროპული ქვეყანა. და პლუს შეერთებული შტატები, რომელიც აწვდის. მილიონობით ტონა იარაღს უკრაინას. ეს არის ომი. ეს უკვე აღარ არის ოპერაცია, ეს ომია. ეს სრულმასშტაბიანი ომია. მე არ სვამ იმდენს, რამდენსაც პესკოვი ალბათ, ხომ ასეა? ასე რომ შეიძლება მას აქვს ისეთი დაბინდული აღქმა, როგორიც მე არ მაქვს. მაგრამ თითქმის 5 წელია ამ ომში ჯერ ნატოს მსხვერპლი უკრაინაში არ მინახავს, მაგრამ მინახავს ჩრდილოეთ კორეელი დაღუპულები. მინახავს ირანული რაკეტები, მინახავს ჩინური დრონები, რომელსაც რუსები იყენებენ. მაშ მართლა მხოლოდ რუსეთი და მისი მოკავშირეები ებრძვიან უკრაინას და მის მოკავშირეებს. რაღაცა მიზეზით, ეხლა როცა უკრაინა პასუხობს რუსეთს ეს მთელი სიტუაცია უსამართლოდ ეჩვენება. ავიწყდება, რომ სწორედ პუტინმა დაიწყო ეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ეხლა ეს ყველაფერი მიგვიყვანს ერთ საკითხამდე, რომელსაც დასავლური მედიის უმეტესობა სრულიად გამოტოვებს. ეს ეხება საკვების კრიზისს, რომელიც როგორც წესი, ნებისმიერი საწვავის კრიზისის მეორე ეტაპია. როდესაც ნავთობის ფასების პრობლემა გაქვს, ეს როგორც წესი ყველაფერზე აისახება ადამიანის ცხოვრებაში. ხედავთ, ხალხს ავიწყდება, რომ დიზელი სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისთვის. ის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამხედროებისთვის, მაგრამ ეს სხვა ვიდეოს თემა. დღეს მოდით ვისაუბროთ იმაზე, რომ თითქმის ყველაფერი თუ ფერმერი ხარ, თითქმის ყველაფერი, რასაც აკეთებ, დიზელი გჭირდება შენი ტექნიკის გასაშვებად. და როგორ ფიქრობთ, რუსი ფერმერები ამაზე ძალიან საჯაროდ საუბრობენ. რადგან ვფიქრობ, რუსეთში ახლა მოსავლის აღების სეზონია და მათ ბევრი დრო არ აქვთ, რადგან ზამთარი მოდის, თქვათ, 2 თვეში, ან შეიძლება უფრო ნაკლებ დროში. ასე რომ, რუსი ფერმერები ამბობენ, რომ ამჟამინდელი საწვავის ფასებიდან გამომდინარე, ჩვენ არანაირ მოგებას ვერ მივიღებთ. ეს ნიშნავს, რომ მოსავალს საერთოდ არ ავიღებთ, თუ მთავრობა არ დაგვეხმარება. მოусმინეთ ამ ჩანაწერს. კიდევ ერთხელ ვესაუბრეთ ჩვენს კაცებს. დღეს კიდევ ერთხელ ვესაუბრეთ ჩეროპანოოს ფერმერებს. იცით რა მითხეს? თუ დიზელი litrზე 100 რუბლს მიაღწევს, ჩვენ კომბაინებსაც კი არ ჩართავთ. უბრალოდ მივუშვებთ მოსავალს მიწაზე დაეცეს. ახლა კი თქვენ ყველას ერთი კითხვა მაქვს. მხარს დაგვიჭერთ, რომ მოვითხოვოთ ხელმისაწვდომი საწვავის ფასები ფერმერებისთვის. რადგან თუ ჩვენი ხარჯები ისევ გაიზრდება, სხვა გზა არ დაგვრჩება გარდა იმისა, რომ ფასები ავწიოთ. და საბოლოოდ თქვენ იქნებით ისინი, ვინც გადაიხდის. მე პირუტყვის ფერმერი ვარ, ასე რომ ამ ჯაჭვში შუაში ვარ მოქცეული. თუ მიწათ მოქმედებს მოუწევთ დიზელის ამ ფასად ყიდვა, მათაც მოუწევთ თავიანთ მარცვლეულზე ფასის გაზრდა. შესაბამისად, მასაც მოუწევს მარცვლეულზე ფასის გაზრდა. მე კი როგორც პირუტყვის ფერმერი. მაგრამ ვიცი, რომ ჩემს ხორცსა და რძის პროდუქტებს ვერ გავყიდი უფრო მაღალ ფასად, რადგან ხალხს უბრალოდ არ აქვს პული. აბა, რა არჩევანი დამჩა. ამიტომ, ხო. რომ შევამცირო ჩემი ნახირი და დავიტავო მხოლოდ იმდენი, რამდენიც მე მჭირდება. მარცვლეულის ფერმერსაც იგივე პრობლემა აქვს. ადრე მისგან 15-დან 18 ტონამდე მარცვლეულს ვყიდულობდი. ეხლა შეიძლება მხოლოდ 5 ტონა ვიყიდო. დაუშვათ, მხოლოდ 5. შემდეგ ის ფიქრობს, რატომ უნდა ავიღო ვალი ძვირადღირებული დიზელის საყიდლად, თუ შემდეგ ჩემს მარცვალს ვერც კი გავყიდი. უბრალოდ ვალში დავრჩები. ეს არის ჯაჭვური რეაქცია, რომელსაც ვაწყდებით. და ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო არასწორ საკითხებზეა კონცენტრირებული. ეს ფერმერების მხარდაჭერა არ არის. ეს მათთვის ყელზე მარწუხია. სოფლის მეურნეობის მუშაკებისთვის ეს ყელზე მარწუხია. და კიდევ ერთხელ, როგორც უკვე ვთქვი, ეს ერთეული შემთხვევა არ არის. სხვა ფერმერებიც იგივეს ამბობენ. თუ საწვავი არ იქნება, მოსავალიც არ იქნება. ეს ასევე სხვა ასპექტებზეც მოქმედებს სოფლის მეურნეობაში და ალბათ საცხობებზეც და მსგავსებზე. რადგან თუ მოსავალი არ იქნება, მარცვლეულიც არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ ვეღარ აჭმევთ არაფერს თქვენს დროხებს ან სხვა პირუტყვს და ეს ნიშნავს, რომ არც ხორცი და არც რძე არ იქნება საცხობში. ეს ისაა, რაც ჩვენ რეალურად ვიხილეთ 2022 წელს, როცა რუსეთმა დაიწყო ეს 3დღიანი სპეციალური სამხედრო ოპერაცია.
სათვავის კრიზისი მხოლოდ ავტომობილების პრობლემა არ არის. ის ხდება საკვების მიწოდების ჯაჭვის პრობლემა, რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება. რუსეთი და უკრაინა ერთად გლობალური სამხრეთის დიდი ნაწილის პურის ბეღლად ითვლებიან. აზიისა და აფრიკის მრავალი ქვეყანა იღებს საკვებს, იღებს მარცვლეულს რუსეთიდან და უკრაინიდან. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ამ ქვეყნებს უჭირთ, ეს გაჭირვება ფაქტობრივად გადადის ყველა ამ სხვა ქვეყანაში. სწორედ ამიტომ 2022 წელს ჩვენ ვიხილეთ შრი-ლანკის კოლაფსი. შრი-ლანკაში რევოლუცია მოხდა. ბანგლადეშიც მოხდა რევოლუცია, რაც მოგვიანებით მოხდა, პაკისტანშიც იყო რევოლუცია, ასევე რევოლუცია მოხდა აფრიკაში, საჰელის ზოლში. ბევრ ქვეყანაში, როდესაც ხალხს საჭმელი არ აქვს, ისინი ძალიან ბრაზდებიან. უკვე ვხედავთ, რომ რუსეთში საკვების ინფლაცია იწყებს ზემოქმედებას და ძალიან მალე ეს სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება. აი ეკრანზეა ანგარიში. რუსული მედიის ცნობით, ბოსნეულისა და ხორცის ფასები რუსეთში ამ კვირაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო დაჩქარდება, რადგან დიზელის დეფიციტი უახლოეს კვირებში გაღრმავდება. ეხლა როგორც იცით, უკრაინის კამპანია გაგრძელდება, მანამ სანამ ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება და სამართლიან სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება. არ დათანხმდება ფრონტის ხაზზე არსებულ რეალობას. მაგრამ სანამ ბოლოდროინდელი უკრაინული დარტყმების ვიდეოებს გაჩვენებთ, მინდა ერთი სახალისო რამე გაჩვენოთ. და ეს მოდის გერმანიის საელჩოდან მოსკოვში, სადაც ისინი აკვირდებიან ყველაფერს, რაც ხდება. ისინი პირდაპირ ესაუბრებიან რუს ხალხს და ეუბნებიან: "ნახეთ, თქვენი მთელი ტანჯვა ამას ერთი გამოსავალი აქვს." და ამ გამოსავალს მათ ძალიან საჯაროდ გამოაქვეყნეს. სხვათა შორის, ისინი მოსკოვში არიან და ამას საჯაროდ აკეთებენ, ასე რომ მოусმინეთ. ეს ნამდვილად ძალიან მამაცი ნაბიჯი იყო. კრემლი განიხილავს, როგორ გაუმკლავდეს რუსეთში სათვავის დეფიციტს. დახიგობის რაციონება, სათვავის იმპორტი და საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო მარტივი გამოსავალი, რომ დავასრულოთ აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამასობაში უკრაინის შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმები რუსეთის ინფრასტრუქტურაზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველ ღამე გრძელდება. ეხლა როგორც იცით, YouTube-ს არ მოსწონს ის კადრები, რასაც ეხლა გაჩვენეთ, რადგან ბევრი რამ ნადგურდება, ფეთქდება, იცით, ყველაფერი რაც ომში ხდება. ამიტომ ყველაზე ინტენსიურ ანალიზებს გადავიტანთ წევრების სექციაში, სადაც აღარ მოგვიწევს YouTube-ის მონეტიზაციის შეზღუდვებზე ან ალგორითმზე ფიქრი. თუ გსურთ არხის მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული ყველა დარტყმის სრულ ანალიზს ნახავთ, შეგიძლიათ ახლავე გახდეთ წევრი ქვემოთ მოცემული შეერთების ხილაკზე დაჭერით ან საიტზე basicsinsider.com-ზე გადასვლით. თქვენი მხარდაჭერა გვაძლევს საშუალებას ომი პატიოსნად გავაშუქოთ და არ ვინერვიულოთ იმაზე, რომელი ამბავი იქნება რეკლამისთვის მისაღები და რომელი არა. აი პირველი ვიდეო და დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს ეს უკვე ნანახი აქვს. ეს არის ყველაზე პოპულარული ვიდეო, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეში რუსეთიდან გავრცელდა. ამ ვიდეო მილიარდობით ნახვა დააგროვა სოციალურ ქსელებში. აი რამდენად დიდი ჩავარდნაა ეს. ასე რომ, ნახეთ. ცოცხლები ხარ? ყველა ცოცხალია. მაჩვენე. აჩკარა? მაქანა. ჩუმად. ცოცხალია. კი. ეხლა შენთვის და ჩემთვის ეს უბრალოდ კომედია. არ ვიცი ზუსტად რა მოხდა, მაგრამ მიხარია რომ არავინ დაშავებულა ან არავინ დაღუპულა. მაგრამ ხედავ, ჩემი თვალები ბევრ რამეს ვერ ამჩნევს, რასაც პროფესიონალი ვერ გამოტოვებდა. ამიტომ ყავს ყოფილი საზღვაო სპეცრაზმელი Chuck Farry, რომელიც მოდის და ზუსტად ხსნის, რა ხდება ამ ვიდეოში და მსგავს ვიდეოებში. მოდი მოусმინოთ მის ანალიზს. ეხლა ეს ის რაღაცაა, რასაც ის ყოველ კვირას აკეთებს, ზოგჯერ კი კვირაში რამდენჯერმეც. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ უბრალოდ ვერ ვაჩვენებთ მის ანალიზს მთავარ არხზე, რადგან როგორც იცით, ეს რეკლამისთვის ხელსაყრელი არ არის. ის დეტალურად ხსნის, რას აკეთებენ არასწორად რუსი ჯარისკაცები, რას აკეთებენ სწორად უკრაინელი ჯარისკაცები და როგორ ვითარდება დრონების ომის დოქტრინა რეალურ დროში. ყოველი ეპიზოდი მოიცავს ბრძოლის ველის მექანიკას, რომელსაც YouTube დაუყოვნებლივ დემონეტიზაციას გაუკეთებს და შეზღუდავს. აი რატომ უშვებთ მას მხოლოდ წევრებისთვის? რადგან იქ ალგორითმს არ აქვს მნიშვნელობა. ეხლა რა თქმა უნდა, მინდა აქ ერთი განცხადება გავაკეთო, რადგან ჩაკი ყოველთვის ფრთხილია, რომ არ იყოს შემდგომში ჭკუის დამრიგებელი. ის ამას ყოველჯერზე მკაფიოდ აღნიშნავს. სტუდიის უსაფრთხოებიდან კრიტიკა ძალიან მარტივია, მაგრამ სრულიად განსხვავებულია, როცა ბრძოლის ველზე ხარ და სიცოცხლისა და სიკვდილის გადაწყვეტილებებს იღებ თხრილში. ის ამას პატივს სცემს. აი სწორედ ამიტომ არის მისი ანალიზი ასე განსხვავებული Twitter-ზე უსასრულო სავარდლის გენერლებისგან. ეხლა ნება მომეცით, ზუსტად გაჩვენოთ რას ამბობს ის ამ ჩანაწერზე. შეხედეთ ამას, მეგობრებო. დამიჭირე ლუდი. კარგი, რატო მოხდეს? კარგი. უნდა ვაღიარო, იმბიც პატივი უნდა მივაგო. ნახე როგორ აირიდა თავი, როცა ლულა მოტრიალდა. და ისევ ნახავთ რა რეაქცია ქონდა მას შემდეგ. ეს კლასიკა.
მაგრამ რატომ მოხდა ეს? შეიძლება სკოლაში ქონდათ ერთ-ერთი ის ფიზიკის დემონსტრაცია, სადაც თქვენი პროფესორი მბრუნავ სკამზე იჯდა და ველოსიპედის ღერძი ეჭირა, ატრიალებდა ველოსიპედის საბუროს. ხო და ეს ატრიალებდა მას. ეს მრავალლულიანი იარაღია. მგონი ეს 5-ლულიანი იაკის კატლინგის ტყვიამფრქვევია. ხო, ელექტროძრავით ტრიალებს. ესე რომ ეს არის გიროსკოპული მოძრაობა, რომელიც ამ ბიჭს ატრიალებს. უყურეთ, როცა ის დაიხრის. ამ ბიჭს გარეთ ისვრის. უყურეთ, როცა ის წამოიწევა. კარგი, მას არ იცის სად არის ადამიანი. რა ხდება? ეს ბიჭი უბრალოდ გაუჩინარდა, ხო ესე? მოიცადე, ტყვია იყო მის თავზე. ო. მოხედე, ეს მისთვის შოკი იყო, კაცო. მე არასდროს დავმდგარ ვარ გატლინგის ტყვიამფრქვევის წინ. მის უკან კი დავმდგარ ვარ. ეს იგივე იქნებოდა, რაც თავი ჩაყო, იცი, როგორც M80-ის გადაკლაპვა. აი ეს არის სწორედ ეგ, ეს არის გიროსკოპული მოძრაობის საბაზისო მაგალითი, ნახე, ჯერ კიდევ ტრიალებს. მაგრამ მათ აქვთ 360 გრადუსიანი ცეცხლის უპირატესობა, სემ. ეგ ძალიან მაგარია. სროლა შეწყდა, რადგან ის ბიჭი გაფრინდა, ხომ ასეა. დამთხმელი არ იყო. მან თითი მოაშორა სასხლეთს. იცი, ეს ერთ-ერთი იმ სულელური რაღაცებიდანაა. შენ ხანდახან M60 ან 240 ტიპის ტყვიამფრქვევი თავისით იწყებს სროლას. ასე რომ, შენ აწვევი სასხლეთს და ის ისრის. თითს რომ მოაშორებ, ჩერდება. მაგრამ ხანდახან თუ ბერს ისრი, იარაღი იმდენად ცხელდება, რომ ტყვიები ჩადის სავაზნეში, რომელიც იმდენად ცხელია, რომ თვითონვე ისრის. ესე რომ, ზიხარიქ პირველად აკეთებ ამას, თითს აშორებს სასხლეთს და ის მაინც ისრის. ფიქრობ, იცი, უბრალოდ უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე. ჩაპო ხელი ლენტში, მიიზიდო შენკენ და ის წვეთს რგოლებს. და შენ ებძვი იმას, რაც ამ ბიჭს დაემართა, ხომ ასეა? რაღაც არასწორად ხდება. ამიტომ ის უფრო მაგრად იჭერს, ხო ასეა? ალბათ უბრალოდ უნდა ჩაკუზულიყო და გაეშვა. გაეშვა. ხო. სიგიჟეა რომ ეს საჯაროდ გამოვიდა. ეხლა როგორც თქვი, ესეთ ანალიზს ყოველ კვირას ვაკეთებთ ჩვენი Basics Insider წევრებისთვის. შეგიძლიათ წევრი ახლავე გახდეთ, ქვემოთ მოცემულ ხილაკზე დაჯერით, ან გადახვიდეთ მისამართზე basicsinsider.com. იქ ნახავთ. მე სემი მქვია და ეს არის ყველაფერი, რაც დღეს თქვენთვის გქონდა.